ცივიწყლის თერაპიის ინსტრუქტორი გვეტყვის, როგორ უნდა მივაჩვიოთ ცივწყალს ისე, რომ არ გავცივდეთ და რამე არ დაგვემართოს. იმისთვის რომ მიეჩვიოს შენი ორგანიზმი ცივწყალს, აუცილებელია დაიწყო ეტაპობრივად თუნდაც სახლის პირობებში. ეს არის კონტრასტული შხაპი. ყოველი შხაპის მიღების შემდეგ შენ უნდა დაასრულო შხაპი ცივი წყლით. 10-15 წამით საკმარისია. მეორე, ეს არის ცივი შხაპის მიღებამდე და მიღების შემდეგ სხეულის მოძრაობა. განსაკუთრებით წყლიდან გამოსვლის შემდეგ თქვენი სხეულის ტემპერატურა აგრძელებს ვარდნას. ამისთვის ვაკეთებ ხოლმე აზიდვებს, ჩაჯდომებს, ზოგჯერ გარბენსაც, რომ თქვენ უკეთ გათბეთ და სხეულს ზედმეტი სტრესი არ მივაღებინოთ. და მესამე, ეს არის სიხშირე. კვირაში სულ რამდენიმეჯერ არის საკმარისი იმისთვის, რომ პირველადი ეფექტი იგრძნო. დაიწყეთ სულ 60-ჯერ კვირაში და ნელ-ნელა გაზარდეთ დრო და სიხშირე და მიხვდებით, რომ თქვენი სხეული გახდება ბევრად ძლიერი, თქვენი იმუნიტეტი გაძლიერდება და თქვენ მენტალურად გახდებით იმდან შეუპოვარი, რომ ამის შედეგს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე და ყველა ასპექტზე იგრძნობთ. ჩემი გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეს და არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა ეწვიოს სტრესი, სანამ სტრესი თავად გეწევა. შენ გეტყობა რომ უკვე გეწვია.